საწყისი ეტაპიდან დაგეგმარება, როდესაც დაიწყეთ, თავიდანვე იცოდით ის კონცეფცია, რა კონცეფციაც უნდა შეგექმნათ თუ ეტაპობრივად მოვიდა ეგ ყველაფერი? მე პირადად ესე მუშაობ, როდესაც ვიწყებ პროექტზე მუშაობას, ეს იქნება პატარა ობიექტი თუ დიდი ობიექტი, პირველ რიგში აუცილებლად კონცეფციაზე ძალიან ბევრს მუშაობ ამ ეტაპზე, რომ ვთქვათ, ყველაფერი რაღაც იდეიდან დაწყებული, მასალებით დამთავრებული, ანუ როდესაც პროექტი საერთოდ რაღაც კონცეფციის ქვეშ არის გაერთიანებული, ყოველთვის საინტერესო გამოდის და ჩვენი პროექტები მე ესე გამოვყოფდი, რომ ამით გამოირჩევა ხოლმე, იმიტომ რაღაც გამაერთიანებელი იდეა ყოველთვის დევს, ვთქვათ, ჩვენ სასტუმროებიც რო გაგვიკეთებია, იქაც ყოველთვის ვცდილობ კონცეფცია იყოს შეკრული. ამ შემთხვევაშიც, ეს ღვინის თემა, ყურძენი, ეს ინტერიერშიც ბევრგან შეხვდებით აი ამ სხვადასხვა მხრივ ჩაშლილ ამ თემებს და ხო, ყოველთვის საინტერესოა. ასე რომ თუ გსურთ მიიღოთ საინტერესო რჩევები რემონტს და ინტერიერის დიზაინის შესახებ, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დააკომენტარეთ ამ ვიდეოს ქვეშ თუ რაიმე დამატებით კითხვა გაქვთ და გაინტერესებთ.